ორი საათის განმავლობაში განიხილავდა მოსამართლე მანუჩარ ცაცუა საქმეს, რომლის საფუძველზე ჩინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტ ქალ ალბი კორზაიას ედავებოდა თეატრალურიანისთვის დისკომფორტის შექმნას. დღეს ჩინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სრულად მოუმზადებლად მოვიდა, შეიძლება ითქვას პროცესზე გამომდინარე იქიდან, რომ არ წარმოუდგენია არანაირი ტიპის მტკიცებულება, საუბარია არც ვიდეო მტკიცებულებაზე, მათ შორის სამართალდარღვევ ოქმზე, სადაც არ იყო სრულად გაწერილი რა დროს ასახავდა სამართალდარღვევა, რა დროს იყო შედგენილი, კონკრეტულად რა ეპიზოდს ედავებოდნენ. ზეპირსიტყვიერად ჩინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ალბი კორზაია თეატრალურიანის მისამართით იძახდა გარკვეულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს და ის უქმნიდა დისკომფორტს როგორც თეატრალურიანს, ასევე მის მეზობლებს. თავად წარმოადგინა ალბი კორზაიამ და მისმა უფლებადამცველმა ერთობლივად სასამართლო პროცესზე ვიდეო სახით მტკიცებულება, სადაც სრულად იყო წარმოდგენილი ალბი კორზაიას მხრიდან რას ჰქონდა ადგილი კონკრეტულად აპრილის თვეში. თავად კორზაიამ დაუსაბუთა მოსამართლეს, რომ მისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა თეატრალურიანის მხრიდან გამოთქმული ერთი ფრაზა, რომ საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე შეეწირა კონკრეტული პირის პიარს. სწორედ ამაზე გაღიზიანებულმა გადაწყვიტა, რომ მისულიყო თეატრალურიანის სახლთან მახლობლად ქუჩაზე და მისთვის შეეხსენებინა, რომ დიახ გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოს ეროვნული გმირი და ის შეეწირა სწორედ საქართველოს ერთიანობისთვის მიწისთვის ბრძოლას. ეს იყო მხოლოდ ალბი კორზაიას მხრიდან ახსნა არგუმენტი სასამართლოზე, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის სრული უფლება ადამიანისთვის, სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ 10 დღიან პატიმრობაში გაეშვა სამოქალაქო აქტივისტი ქალი ალბი კორზაია. ცნობილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამცველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსის 173 მეტექნიკე პრიმამურის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული საფრთხის საფრთხეზომად განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღის ვადით. უკვე ამ ვიდეოდან დავადგინეთ განამდვილებით, რომ რუსეთის მონა ყოველ მოგისმინეთ, ხო? არ არის ნათქვამია. ეს ოფიციალი სიცრუე. შემდეგ დრო, რომელიც თქვენ გაქვთ მითითებული 11-დან 12-მდე ხამე, ოფში რაც გიწერეთ, ეს არის სიცრუე. და ამასობაში კიდევ ხალხი ცოლ, თუ ვარცხები, ხო? ხალხი იყო. სხვა მოქალაქეები. ესაც ოფში რაც წერია არის სიცრუე. რომელ საფეს განვითარებულებს რაოცარ. რაღაცა სიუჟეტია შექმნილი, მიწერილი არის დრო, რომელიც თქვენ მოისურვეთ და მიაწერეთ გვერდზე და რომელიც არანაირად არ არის რეალურთან ახლოსაც კი. სიტყვები მიმაბით, რომელიც არ მithქვამს რეალურად, ისიც ჩაწერეთ, რაც მოინდომეთ. ანუ ოქმი არის თავდა ბოლომდე ყალბი და რას განვითარებთ აქ საერთოდ? დიახ, როგორც მოისმინეთ, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პირდაპირ განმარტა დღეს სასამართლო პროცესზე, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ მოქმედებდა ალბი კორზაია, რომელიც იდგა თეატრალურიანის სახლთან ახლოს, საცხოვრებლო სახლთან ახლოს, ქუჩაზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და გამოხატვის თავისუფლება არ არის ადამიანის სრული უფლება. ეს იყო სწორედ მოტივი იმისა, რომ მოსამართლემ 10 დღიან პატიმრობაში გაუშვა სამოქალაქო აქტივისტი ქალი ალბი კორზაია არ არის პირველი ქალი, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მასთან ერთად კიდევ ამ ეტაპზე ორი სამოქალაქო აქტივისტი ქალი ზის იზოლატორში.